როგორც იქნა დადგა ეს სანუკვარი დღე და მივდივარ სალაშქროდ თრუსოს ხეობაში. ზუსტად 3-ჯერ გადაგვედო მე და ჩემს მეგობარს წასვლა მან ცუდი ამინდის გამო. ბოლოს მოთოვა და ზავის საშიშროება იყო. თუმცა სრული მიმღებლობით ვიყავი აღჭურვილი. იმიტომ რომ მინდოდა შემეგრძნო გაზაფხული და არა ზამთარი. სრულიად არ მიყვარს სიცივე და ვცდილობ ყოველთვის კარგ ამინდში მოხვდე ტურზე. თან მე და ჩემს მეგობარ ნატას ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ჩაცმასთან დაკავშირებით. ეხლა აგიხსნით რაში მდგომარეობს ეს. ვიწყებთ ხოლმე ერთი კვირით ადრე მომზადებას და ვიცოდით რომ ნორმალური ამინდი დაგხვდებოდა თრუსოში. გადავდეთ ეს ტანსაცმელი მოვამზადეთ ჩანთები და უცებ გვეუბნებიან გაზაფხულის ნაცვლად ზამთარში უნდა იაროთო. აი ჩვეულებრივი ერორი გვემართება გონებაში, შეცდომაზე. უყურებდით ერთმანეთს და ვფიქრობდით, ეხლა რა გავაკეთოთ, ხო, იმიტომ რომ ის მიდიოდა თხელ ბრეტელებიან მაისურში, მე მივდიოდი სპორტულ ძალიან თხელ კოსტუმში, ჩაცმული და მაქსიმუმი რაც შემიძლია გავაკეთო, ნატა მეუბნება, მოვიცვა გიპიური გამჭირვალე ზემოდანო, სხვა იდეა მე არ მაქვსო. წარმოიდგინეთ რა დღეში ვიყავით. ყველაფერი ნამდვილად უკეთესობისკენ ხდება და მჯერა ძალიან კარგი ამინდი დაგხვდება. თორე მოუწევდათ ძალიან საინტერესო ორი ლურჯი ფერის ღირსშესანიშნაობის ნახვა თრუსოში. From the beginning of time, the story lives inside the earth. Every soul remembers where the journey first began. I remember distant evening sky. Old memories begin to rise. Voices gathered by the fire, hearts together lifting higher. Ancient paths beneath my feet, where every soul and story meet. No matter where my road may go, your spirit is the home I know. When the night surrounds my heart, I feel a sacred call. Something deep inside my soul that never fades at all. Moyo wangu milele, roho yangu nyumbani. Moyo wangu milele, Nitakuja tena, upendo wa milele, roho yangu huru. ჩამოვედით კურორტ საირმეზე, რომელიც მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში 950 მეტრის სიმაღლეზე. წამომყვა ქალბატონი ნაღძობი ფეხით. იმედია ძალიან ლამაზი ხედები დაგხვდება და შემდეგი გაჩერება იქნება ულამაზესი ზეკარი. და ეხლა გინდა თქვა რომ აი ამ კიბეზე უნდა ახვიდე? ერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება ამ ადგილს. წლების წინ, სანამ გაშენდებოდა ეს კურორტი, ხალხი საუბრობდა, რომ რაღაც უცნაური მისტიკური ველი არსებობდა აქ. და ზამთარში თოვლი არ ჩერდებოდა, პირდაპირ დნებოდა. ზამთარ-ზაფხულ ბალახი იყო მუდამ მწვანე. ანუ მერე მკვლევარებმა, როდესაც გამოიკულიეს და იპოვეს ეს ცხელი წყაროები,
გაშენდა კურორტის აირმე. Moyo wangu milele, roho yangu nyumbani. Moyo wangu milele, Nitakuja tena, upendo wa milele, roho yangu huru. Across the oceans far away, still your memory finds my way. Every place and every face carries part of your embrace. Ancient mountains in my mind, endless skies I left behind. Every dream I chase tonight leads me back into your arms. Through the silence of the night, your spirit speaks to me. In every breath and every step, you live inside of me. Moyo wangu milele, roho yangu nyumbani. moyo wangu milele, Nitakuja tena, upendo wa milele, roho yangu huru. აქ უნდა ყოფილიყო გასაოცარი ხედები. ესე იგი სხვა დროს კიდევ ამოვალ. ზეკარი არის 2180 მეტრზე ზღვის დონიდან. ზეკარი ნიშნავს ზედა კარს, რომელიც აერთიანებს იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს. ასეთ ადგილებში, როდესაც მოგზაურობ, ხვდები რა მხელა სიდიადე აქვს ბუნებას და რა პატარაა ადამიანი, მაგრამ მისი ემოციებია უსაზღვრო.